გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. Გამნაგზავნოთ ჩვენ გადაცემას. ჩვენ კვლავ TV Plus-ის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს მართლაც კინოურ საკითხებზე გვექცევა საუბარი. ეს აუცილებელი პრობლემებია ამ ქვეყანაში. ამ პრობლემებსაც დღეს ბევრი ვერ აღიქონს და ბევრი ვერ ხედავს. ეს ძალიან ცუდი არის. იმიტომ არის ძალიან ცუდი, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე დღეს ამ პრობლემებით არ არის დაინტერესებული და სხვათა შორის გულგრილად უდგება ამ პრობლემებს, რადგან თვითონ ქვეყანაში სისტემა და იდეოლოგია ისეთი შექმნილი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის აზროვნება და ხედვები უკვე სხვა მიმართულებით არის და პირდაპირ გეტყვით, ეს არის რაღაც გლობალისტურ, ლიბერალისტული მიმართულების ხედვები. ჩვენ ქვეყანაში საერთოდ კი საქართველოს ყოველთვის იყო და არის მრავალეროვანი ქვეყანა და ეს ისტორიულად არის ეს და ისტორიული ის არის ჩვენი რომ ვიტყვი მემკვიდრეობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის მრავალეროვნება და ის ჭარბული მიგრანტები, რომელიც დღეს ამ ქვეყანაში არიან, ესეთი რაღაცა არავის არ ახსოვს და არც ჩვენ გვახსოვს და აბსოლუტურად საქართველოში თუ ესეთი სიტუაცია დატრიალდებოდა, არავის არ ეგონა. აი თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ იმატა ნაკადმა ძირითადად არაბული ქვეყნებიდან, იმატა ნაკადმა აზიური ქვეყნებიდან და შესაბამისად უკვე იმ დონეზე არის ასული ეს ყველაფერი, რომ ალბათ მალე უმცირესობაშიც კი აღმოჩნდება ქართველი ხალხი. თუკი ჩვენ დროულად არ მივიღეთ ზომები და არ დაიწყო რაღაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემასთან დაკავშირებით, მაგრამ რას იზამთ? აგერ ფაქტი მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი და ძალიან საგანგებო ფაქტი და არავინ ხმას არ იღებს ამაზე და რაღაცნაირად თითქოს და არაფერი მომხდარა. ეს რამოდენიმე დღის უკან ქართულ ერაყულ ტურისტულ სააგენტოში ერაყელებმა შეიტყვეს არასრულწლოვანი ქართველი ბიჭი, ბავშვი და გააუპატიურეს. ძალადობრივი და იძულებით ესეთ გააუპატიურეს. თითქოს არაფერი არ არის, რა ისე რაღაცნაირად არავინ ხმა არ ამოიღო, არავინ ამაზე არ გააპროტესტა. საზოგადოების დიდ ნაწილმა არ იფეთქა ამასთან დაკავშირებით ესეთი რაღაც საშინელება მოხდა ამ ქვეყანაში და სხვა კიდევ დანარჩენი მიგრანტების მხრიდან არასწორი მიდგომები ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, ჩვენს კულტურასთან მიმართებაში, ჩვენს ეკლესიებთან მიმართებაში, ის შეურაცხყოფები, ის წაბილწვები და რა ვიცი კიდევ სხვა ბევრი რამ ისეთი რაღაცები, რაც მიუღებელია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი. ჩვენი სტუმარი არის პოლიტპატიმარი ბატონი ზაზა გვიმრაძე. ახლა ბატონი ზაზა იმიტომ მოვიწვია მე, რომ მას დიდი შეხება აქვს ეკლესიასთან და ამავდროულად ამ მიმართულებითაც რაღაც გარკვეულ როლს თამაშობს ბრძოლებთან დაკავშირებით თუ როგორ აღმოქვანს ეს პრობლემები ამ ქვეყანაში. ბატონო ზაზა, მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონო ტრისტან, მადლობს მოწვევისათვის. ანუ თქვენ რომ ნაძით ბატონო ზაზა, სამწუხარო რა მოხდა? ძალიან სამწუხაროა, საშინელება მოხდა ამ ქვეყანაში. რა სამწუხარო ბატონო ტრისტან, ეს იყო საშინელება ქართლის ისტორიაში. როდესაც ირანის შაჰმა ჩამოასახლა არაზისფერზე თურქმენთა ტომები და იქ გუდელი გაგვიპატიურეს და მაშინ მოხდა ბახტრიონის აჯანყება და ყველაფერი დაიწყო. და დღეს 21 საუკუნეში ვითომ ცივილიზებოდა სამყარო და ჩვენმა მაბადეთ ამ ლიბერალისტულ ეპისტემულმა ტელევიზიებმა როგორც პოზიციის, ისე ოპოზიციის ხმარად დაძრეს ამასთან დაკავშირებით 15-ის ბიჭი გაგვიპატიურეს. ვიღაც მოსულებმა, ჩამოსულებმა რა მნიშვნელობა ჩემთვის ერაყელი იქნება, არაბი იქნება, ინდონეზიელი იქნება, ინდუელი იქნება თუ სხვა ერისწავლ რას ბედავენ ამას ჩვენ ქვეყანაში. და აქ შექმნეს რაღაცა სამსახური, ვითომ უცხოელებს არღვევენ იმას, რა ქვია, სავიზო შემოსვლისთან. მიგრაციის დეპარტამენტი. მიგრაციის რა საკეთეს მიგრაციის დეპარტამენტი? რა უცხოელები ესენი ყველა უნდა ერთი შემთხვევა და ყველა უნდა გაინდევნოს საქართველოსთან. რა სტუდენტ გაუხსნეს კარები ამ ლიბერალს ეპშტეინურ საზოგადოებას ბატონო ტრისტან გაუხსნეს და ჩამოაყალიბეს კომერციული ყველანაირი ინსტიტუტი გვაქვს ჩვენ. ყველანაირი კომერციული ინსტიტუტი გვაქვს ჩვენ.
რა თუნდა საქართველოს ამყენებს და შემოგვიყვანეს ჭუმად ეს არის მიზანმიმართული შემოყვანა უცხოელების ქართულთა ერის გამრავლების ხარჯზე ქართული ხალხი უნდა შემცირდეს ესე უნდა გამრავლდეს აი სინგაპურიზაცია რასაც ის მიშა იძახოდა ის არაკაცი სინგაპურიზაცია აი დღეს ხდება საქართველოს ზუსტად სინგაპურიზაცია შემოყავთ ამდენი ხალხი ასწავლიან ვითომ იმას მე კანონი ვისთვის მოქმედებს კანონი მოქმედებს საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს მაცხოვრებლებისათვის უცხოელებისათვის ხელისუფლებისა კანონი არ არსებობს ყველა კანონს არღვევთ არაფერი სასამართლო სისტემა არ არსებობს არაფერი არ მარტო ხალხის ხარჯზე ხალხის ქართველი ერთის განადგურების ხარჯზე მიდის ყველაფერი წინ თქვენთვის ქართველი ხალხის არაფერი ქვეყანა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში ბატონო ტრესთან როგორ შეიძლება როგორ გაბედეს ჯერ ბიჭის ჯერ ქალის გაუპატიურა რამხელა ცოდოდა სინდისზე და კაცი გაგვიპატიურეს და დღეს საქართველოს საზოგადოება და საქართველოს მოსახლეობა ხმას არ იღებს იმიტომ რომ არ უყურებენ ამ ტელევიზიებს იმედზე არ გააშუქეს რუსთავი 2-ზე არ გააშუქეს იმაზე ტივე პირველი ხალხის ტელევიზიას დაგვეხმარეთ და ჩვენ ყველაფერს იმას გეტყვით ფორმულა არ გააშუქეთ არავინ არ გააშუქეთ თქვენ ახართ ტელევიზიები თქვენ ახართ საქართველოს მაცხოვრებლებისათვის ტელევიზიები რომელიც ზუსტ ინფორმაციას არაფერი ყველაფერი არის დაგეგმილი და გაკეთებული ქართველი ერის მოსპობის და განადგურების წინაშე აქ ხდება ქართველი ერის ჩანაცვლება სხვისი ერის ხარჯზე ვითომ კანონები მოქმედებენ ამ კანონები გააძევეს 30 კაცი გამოვლენ გააძევეს 25 მასიურად უნდა გავაძეოთ ყველანი ერთი შეხედეთ რა შვებიან და როგორ დადიან აქ მანქანები და რეებს აკეთებენ ღამე და დღე ესენი არაფერს დაგიდებენ აქ ჩაგრავენ ქართველ ხალხს მე ხელისუფლებას ვეუბნები აქ არ მოხდეს მეორე ბახტრიონი ეს არ არის საქართველო რა მაშინაც ეგონათ იქ ირანელებს რო ჩანგოგიზას ამ 200 და თუ ალაზის ველზე რომ არაფერი არ მოხდებოდა მაგრამ მოხდა ირანი უფრო ძლიერი სახელმწიფო იყო მაშინ ვიდრე საქართველოს სამი სახელმწიფო არსებობდა მაშინ დაყოფილი იყო ქართლი კახეთი და იმერეთის სამეფო და მოხდა ესენი ქართველები ვარ ჩვენ ამ შეურაცხყოფას ხვალ რო გოგო გააუპატიურონ რა სიზავთ თქვენ ხელისუფლებას ვეკითხები რა პასუხი უნდა გასცეთ ამ სიტუაციებს რა ისინი დავსაჯოთ ვინც გააფუჭა ეს არის მიდგომა სულთან ლიბერალისტური და ეპსტეინური მიდგომა რა რატო ჩამოიყვანეთ ამდენი სტუდენტი რა სხვაგან უნივერსიტეტები არ იყო სასწავლებლები არ იყო თუ რა არ იყო თან ბატონო ტრესტა რა არის ყველა სტუდენტი უფასოდ დადის უცხოელი ქართველი მოსწავლე ბავშვი ყველა ტრანსპორტში მოძრაობა რატოა გადატვირთული იქნება უფასოდ ამგზავრეთ ერთი ჩადი უცხოეთში და შენ სტუდენტი ხარ და ერთი უფასოდ იმგზავრე სად არის სტუდენტური ისენი ფასები უცხოეთში გინდა ევროპაში და გინდა აზიაში აქ შემოიყვანეს ბატონო ტრესთან თავის გასამდიდრებლად წილებში ზიან ყველანი ერთმანეთთან სად უარიჭეთ აგამდე აგენტურას სად არის კანონი რო ამოქმედეთ აგენტურის შესახებ და ყველაფრის შესახებ სად არის საკონსტიტუციო საწარმო გადაწყვეტილება რომ უნდა გრძელდება ნაციონალური მუზეუმი და იმის თითის შენაერთები აი ეს ყველაფერი იქნის ამ საზიზღრობას ამას ჩვენ არა გვაქვს სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი არასდროს არ ქონდა არც შევარნაძის დროს არც მიშა მავატეთ ბატონო ტრესთან დაამთავრე არც მიშაზე არც ეხლა არ არის იცი რატო არ არის იმიტომ ბევრი ხალხი სამართალს ელოდება წლობით და ვერ აღსრულებულა გასაგები ახლა ჩვენ მაგ საკითხზე გვიქნება გადაცემაში საუბარი ვარ აქ არის ახლა სამართლებრივების აღდგენა ეს იმის გაუქმება პარტიის გაუქმება პარტიას აღარ ჭირდება გაუქმება ისე დეიშალენ უკვე მაგენ ხო ხედა რა დღეში არიან ერთმანეთის მიმართ როგორი მასში არიან ჩეხვაკეპაში და ერთმანეთს ჭამენ მაგრამ იურდულად ხო უნდა იყოს მოიცეთ გაუქმება მაგრამ მომისმინეთ ახლა
ყველაზე საგანგაშო კაცო ეს არის ეს ტკინეული გასაგებია შინაგან საქმეთა სამინისტრომ მე იმაზე კი არა მაქვს საუბარი აქ რომ ამ ისა ზომები არ მიიღო სახელმწიფომ ზომები მიიღო სახელმწიფომ კაცო ამასთან დაკავშირებით არაფერი ზომა არ არის როგორ არ მიიღო დააპატიმრეს ის დაპატიმრებულები არიან ისინი ნე დაპატიმრება რაც უშველეს 300,000-ზე 400,000 კაცი ჩამოსახლებული ყველას ვინ დააპატიმრა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით გელაპარაკებით კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესეთი დააპატიმრა მე საზოგადოების რეაგირებაზე მაქვს საუბარი კაცო საზოგადოების რეაგირებაზე რომლებიც დამუნჯებული დაიარებიან გაიგე შესაბამისად ხმას არ იღებენ არათუ ამასთან დაკავშირებით ან მთლიანად შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით რა ხდება დღეს ჩვენ ქვეყანაში მიგრანტებიდან გამომდინარე გაიგე ამასაც ხალხს ადაემართა რაშია საქმე რა გიკეთეს ამნაირი ხალხო და თქვენც გაუპატივრეთ ვერ გავიგე ხმას ვერ იღებთ და რო არ გამოდიხართ და რო არ ეუნებით ხელისუფლებას რომ ესენი მასიურად უნდა გეეწვიდან ამ ქვეყნიდან სანამ სახლებში არ შემოგივარდებენ და არ დაიწყებენ თქვენს გაუპატივრებას მანამდე არ ამოიღებთ ხმას ეს როგორ გაბედეს ეს ისი ბრალია რომ გაბედეს ეს და ასეთი რაღაცა გააკეთეს ვიღაცა ერაყელებმა ჩამოსულებმა საქართველოში რომლებსაც ესე იგი აბსოლუტურად არანაირი საყრდენი ძალა არ გააჩნიათ აქ დღეს ხო მაგრამ რა ის რომ ჩვენი ბრალი ეს ჩვენ ხელისუფლებას უაბრალებთ ურაფერს რომ ხელისუფლება შენი ბრალია ეს არის ჩვენი ბრალი იმიტომ რომ ჩვენ ხმას არ ვიღებთ გადის ყველას ეს ყველაფერი რასაც აკეთებენ გაიგე აი ამოიღებ ხმას ხო ეს ტაშხოშიანად მაგრად შეაჯანჯღელებ კიდე ხელისუფლება იყოს და კიდე შემოთრეულები იყვნენ ხო აი მაშინ ნახეთ რა მოხდება და როგორი ესე იგი უკვე დამოკიდებულება იქნება ამ საკითხებთან დაკავშირებით და როგორც ცუციკებივით და იმასავით იქდებიან ჩმორებივით ესენი ქუჩებში დღეს გვებლატავებიან გაიგე ამაშია საქმე კაცო ხალხმა უნდა მოიღოს ხმა და ხალხმა უნდა თქვას და ხალხმა უნდა მოახდინოს რეაგირება ამასთან დაკავშირებით თუ რა შინაგან საქმეთა სამინისტრო დააპატიმრა ესენი კაცო აი რაშია კონტრისთან რა ხალხმა კი არ ჩამოიყვანა ეს ქართული სახელმწიფოს ხელისუფლებამ შემოუშვა ესენი ამ ქვეყანაში ჩამოყვანა გასაგებია მაგრამ მე გეუბნები რატო ჩამოიყვანა რა იყო მაგის საჭიროება რომ შემოიყვანეს ესენი მომთა ფაქტთან დაკავშირებით არა მე რა ვიცი რატო შემოიყვანეს ესეთი ცუდია გაიგე რომ შემოიყვანეს საქართველოში ესენი ძალიან ცუდი არის მაგრამ შემოვიდა შემოესია მტერი საქართველოს ხო უყურებ ხო შენ რა უნდა უყურო ამ მტერს როგორ განადგურებს არა ბატონ ტრისთან ხალხმა რო ხმა მოიგოს ხელისუფლება არ არის ქართველი კაცი დარწმუნებული ხელისუფლება გვერდში დაუდგა მომისმენე კარგი რა ბატონ თუ მასიურად გამოვიდა საზოგადოება და ხალხი ქუჩაში აი ამ მიგრანტებთან დაკავშირებით და თუ ერთობა იქნება ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლება ყველაფერი ერთობა იქნება ქართველი ხალხი არა ვერ ხედავ ერთობას ამ საკითხების მიმართ სად არის ერთი მითხარი ბატონ სადა ნახე რომელიმე ქართველი მოქალაქე გამოსული და გაპროტესტებული ეს საკითხი ნახე არ იცოდნენ ბატონ ტრისთან არ იცოდნენ ვაკუუმში მოაქციეს ყველაფერი ეს სიტუაცია ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ სანამ არ გავცელდა ინფორმაცია TV პლუსის გასაგებია დირექტორისგან სანამ პატაბულაძე არ გასცდა მანამდე ხალხის საიმში არ იყო მაგის მომისმენე კაცო სოციალურ ქსელებში დაიდო ეს ყველაფერი გაიგე აუ სად არის საიდან გავიგეთ ჩვენ ეს სოციალურ ქსელებში არ დაიდო სად არის ის არასამთავრობო ორგანიზაციები რატო არ გამოდიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები ვინ გამოვა რომელი არასამთავრობო გამოვა გერმანიაში ქალებს აუპატიურებდნენ, კაცებს აუპატიურებდნენ. საფრანგეთში ეს ჩამოსულები აუპატიურებდნენ, როცა შემოუსი ის ერაყი და ისინი რომ დაინგრა და ლიბია ისინი და შემოდიოდნენ. რომელმა ქვეყანამ რამე გააკეთა? პირიქით იქაურ ხალხს იჭერდნენ და აჯარიმებდნენ და ციხეებში. ბიჭო, შენ ლიბიას დაიმას თავი დაანებე, აგერა. ბიჭო, ერთი და იგივე სისტემით მოძრაობს ეს, ერთი და იგივე ტვინით. ვინ უნდა დაუპირისპირდეს ამ სისტემას? უნდა დაუპირისპირდეს საქართველოს მოსახლეობას. სანამ ოჯახში არ შევაყოთ და რაც მიშაზოს ხდებოდა სანამ ყველა ოჯახს არ დაუკაკუნა ის სიმწარე მანამდე ხალხი არ გამოფრინდა სადახართ მე რატო რა პროტესტებთ რატო არ გამოდიხართ დაუძახეთ ხალხს გამოდით უთხარი ხალხო ხო ხედა უკვე ლოგინებში გივარდებიან და კიდე სახლებში გივარდებიან ერაყელები და ირანელები და ეს ისინი რა ქვია ინდუელები და ისინი აუპატიურებენ ხალხს რატო არ გამოდიხართ ქუჩაში ჯერ ბატონო ტრისთან ჯერ ხელისუფლებას რომ მიმართოთ ხელისუფლება დაანებე თავი ბიჭო როგორ დავანებო ხელისუფლება პირველი მაშინ ამაში ვინ ხელისუფლებას დავანებო თავი მაგია ყველაფრის პასუხისმგებელი რაც ქვეყანაში ხდება როცა ხარ ხელისუფალი ყველაფერი შენზეა დამოკიდებული ხელისუფლება მიიღო ზომები აუ არაფერი ზომი არ მიიღია რა დააპატიმრა რა არის ორი ერაყელი და სამი ერაყელი დაპატიმრება 300,000 400,000 შემოსული ის არის უცხო ქვეყნის ტომელი მე მაქვს აქ საუბარი რას ესი სადაც ამათ გაუправეს
ევროპის უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ამის უნივერსიტეტი, ამის დაახსნეს ამდენი სიბოროტე საქართველოში. ერთი რას ასწავლიან იმაში თუ იმ უნივერსიტეტებში ერთი გავიგო. არაფერი. ფულის მახია გასაკეთებელი და შემოყავთ უცხოელები ფულს შეავლენ ალბათ წილში არიან ყველანი იქ ერთმანეთთან. იმიტომ არაფერი ზომები არ იღება დღეს საქართველოში. რა შეიღება ზომები? საზოგადოებრივი პროტესტი სად არის? საზოგადოება ხო უნდა ჩააყენოს ვიღაცამ საქმის ყურში. ეს ტელევიზია არ არის ტელევიზია, რომ თეს საქართველოში გადიოდეს. გახადონ საზოგადოებრივი ტელევიზია და ნახე რამდენი ხალხი გამოყვება ამ ტელევიზიას. არ არის ეს ტელევიზია, ეს ტელევიზია. ფაქტი მოხდა. ვა, არ უშემე ბევრ კანალზე, არ უშემე ბევრი დამკოლებები აქვს ამ ტელევიზიას. ბატონისთვისა, გვეუბნება ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. რას აკეთებს ხელისუფლება? აბა ერთი მითხარი რა გააკეთა ხელისუფლება? ამასთან დაკავშირებით, რომ დაიჭირა ის სამი კაცი რა გააკეთა. ხელისუფლება შენ ხომ არ გეტყვის რომ არიქა შენ ზაზა გამოდი ქუჩაში და გააპროტესტე. თვითონ უნდა გამოვიდეს ბიჭო და მიიღოს კანონი. ხელისუფლებას კანონი აქვს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაც მოხდა და ამაზე მოახდინა რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააპატიმრა ეს ადამიანი მაგრამ აქ დაპატიმრებაზე კი არა საქმე აქ არის საქმე იმაზე რომ შენ საზოგადოება ესეთი რაღაც რო დაინახე და იხილე რატო არ გამოდგე პროტესტი აი სად არის ეს სად დაინახა საზოგადოებამ გადასცა იმედმა გადასცა რუსთავიორმა გადასცა ტევე პირველმა ვინც არია გადასცა ფორმულა გადასცა საზოგადოება ხა მარტო TV+-მა გააჟღერა ეგ სიტუაცია ბატონისა სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურია ეს თემა სოციალურ ქსელებში ყველა არ უყურებს ამ სოციალურ ქსელებს როგორ არ უყურებს მეტი ახლა დღეს ძირითადად ნაწილი არის მიმდევარი გაიარე ქალაქში და კიდე მეტროებში კიდე ავტობუსებში სულ ტელეფონებში არის ბიჭო ესენი ბიჭო ინფორმაციას იღებენ ახალგაზრდობა რა უყურებს ნახევარზე აზი არ არის იმიტომ რომ ეპსტეინურის იდეოლოგიით არიან აღზრდილები ეს ახალგაზრდობა. ბატონო ზაზა, მე თქვენ რა ისეთ არის ამ საკითხებში ცოტა არ იყოს თქვენთან ოპონირებას გაგიწერთ. რადგან მე მაქვს საუბარი, რა ზეცი მე მაქვს საუბარი საზოგადოებრივ პროტესტზე. და მარტო ამაზე კი არა მაქვს საუბარი ამ ფაქტთან დაკავშირებით. საერთოდ აღარა აქვს ადამიანს პროტესტის შეგრძნება იმასთან დაკავშირებით, რომ რაც ხდება ამ ქვეყანაში, ხო? ამ მიგრანტები და გამომდინარე, ხო? ამ არაბიზაციასთან დაკავშირებით, ხო? აგერ ხედავთ, კაცო, დაიწყო უკვე აი მთლიანად შემოსევები ამ ქვეყანაში, გაიგე? აღარაფერი წინააღმდეგობა აღარ აქვს. საზოგადოებრივი წინააღმდეგობა აღარ აქვს, გაიგე და ამას ხო უნდა აღუდგეს ხალხი წინ? ბიჭო, საზოგადოებრივი წინააღმდეგობა როგორ დგება, ბატონო? აზრის მობილიზაცია კეთდება, ტელევიზიებით კეთდება, პროპაგანდა. არა, ტელევიზიები მორჩა დაანებე თავი. როგორ ხდება? არა და მაშინ გამოდი, ადი იქა ზემოთ, მეტეხის ხიდზე ზემოთ. სადაც ჩვენი წმინდა მეფე ვახტანგ გორგა დაიძახე, გამოდით ქართველებო დავერიო და მოვაწოთ აქ. ხო და ადი მე რატო დაიძახე იქიდან და ახლა კინადრ ბატონისა ნავიდე და დავიწყო და ლოზუნგი გავაკეთო პირველი მე დამიჭერე რასკე დაგიჭერე რა გამოვალ ხალხი წამოვალ რა ხალხი წამოხვალ ბატონო ტრისტან რას ლაპარაკო ხელისუფლება საერთოდ აგონიაშია არის ეს ხან აქით უნდა ხან იქით უნდა ხან ესე უნდა ხან ისე უნდა კაი რა ხელისუფლება არის აგონიაში არის ის რა გააკეთოს ვის ვითი ასე ამო ვის რა იმასა კაი ბატონო ტრისტან რას მეუნებითო ეს ხელისუფლება ეხლა მე გონა რომ ყველაფერს გააკეთებდა სამართლიანობას აღადგენდა ჯერ თავის ხალხის წინაშე არ აღადგინა სამართლიანობა ბატონო ტრისტან 13 წელიწადი ხელისუფლებაში არიან 14 უпростоრად რა გააკეთეს ვინმე წინააღმდეგ აღადგინეს თქვენ წინააღმდეგ აღადგინეს სამართლიანობა ჩემ წინააღმდეგ აღადგინეს სამართლიანობა გასაგებია ეგ ჩვენ ვიცით გაიგე და მაგაზე ჩვენ რა ვიცით და დავხუჭოთ თვალები საუბრობთ მე ეს არის შიდა პრობლემა მაგრამ აგერ ამ ხელა პრობლემა მოხდა ამ ქვეყანაში ბავშვი გააუპატიო ეს შიდა პრობლემა ბავშვის გაუპატიურება მე ხალხი სად არის ხალხი ხალხმა ეხლა გაიგო უნდა გამოვაფხიზო ხალხი დააშტერეს აი მასე მაქვს საუბარი ხალხი დაშტერებულია მაგას გეუნები სად არის ის პროტესტი რომელი პროტესტი დღეს უნდა საზოგადოებაში ჯერ მიშას ხელისუფლება აშტერებდა ეხლა ამემა დაიწყეს სხვა დღესა მეთოდები ხან ეროვნულები არიან ხარ ანარევნულებია როგორც სოფლიოში ვითარება იქითკენ არიან ესენი რა ხან არიან ლიბერალ ეპსტეინელები ხან არიან ვითომ კონსერვატორები და მართლმადიდებლობის მატარებლები არაფერი ამათ მართლმადიდებლობის არაფერი არ გააჩნიათ იქ რო გამოვლენ და სანთლებს რო დაიჭერენ მეტრიანებს ეგ არ არის მართლმადიდებლობა რა მე გეუნები თქვენ ნუ გააბრაზეთ თა რა არის ამათ არაფერი ისეთი არაფერი მე ერაყელმა ერთი რო დაეშავებინა მე რო ხელისუფლება ყოფილიყავი ერთი ორი რო ეს
რაც ძალიან თერეყას მოკრიფავდი და გავრეკავდი ქვეყნიდან. მარტო ერაყელები კი არა. გავრეკავდი არაბებს, გავრეკავდი იმათ გავრეკავდი, ყველას გავრეკავდი. იცი რატო? ერთხელ აპატიეს გერმანიაში, ერთხელ საფრანგეთში, ერთხელ აპატიეს კიდე სხვა ქვეყნებში, სადაც ჩაასახლეს ეს მიგრანტები. როგორ არ შეიძლება მიგრანტს მაგასე იქაურებს პასუხს სცემდნენ და არასწორად იჭერდნენ. იცი იქაურ ხას როა პროტესტებდა. ციხეებში უშვებდნენ იქაური ხელისუფლებები, ეპშტეინური და სოდომისტური ხელისუფლებები. და ამ შემოგვისიეს ამდენი ისა რა. ურდო შემოესია. ამ ხელა ურდო რაც დიდგორზე შემოგვესიენ ჩვენ, მეორე შემოსევა არის ესეთი. ესეთი დიდი ურდო საქართველოს არ შემოსევა. დაგვანებეთ თავი ძმაო, გარეკეთ, გეუნებით. თქვენ არ ახართ ის ხელისუფლება, რომელიც ქართული ხალხის ინტერესებს იცავთ. ყველა გვიტევს, ყველა მხრიდან გავიგე, იქ უკრაინიდან გვიტევენ, იქიდან გვიტევენ, მაგრამ შიდა მტრები ვერ გაანადგურეთ თქვენ ჯერ. შიდა იდეოლოგიურად ქართული საწუნების, ქართული იდენტობის, ქართული ოჯახის, ქართული კაცობის მტრებს ვერ ანადგურებთ და თქვენ რა გინდა გააკეთოთ ისეთი, რომ საქართველო გადარჩეს? უკრაინაში ომი რომ მორჩება, საქართველოს ბევრი რამე გადაიხედება რა. რო იცოდეთ შემოქართველებო რა. იცი რატომ? ვერ გავარკვევთ. წადიან ამდენი ხანი გვაგინებენ კიდე უკრაინელებთან ვითომ იმან მოიწვია პარლამენტის უკვე თავი მოიწვია შალვა პაპუაშვილი. აუ, დიდი რამე რა. რო ჩავიდე რა გამოვიდა და რა გაკეთდა იქ სერბეთში და სადაც რო იყვნენ ახლა. ბიჭო, მე შედეგს ველოდები ყველა ჩასulis, ყველა შეხვედრის, ყველა იმის შედეგი უნდა გავიგოთ ქართველებმა. ერთი მხარეს სხვანაირად თაშუქებს, ერთი 2-3 ტელევიზია, 2-3 ტელევიზია სხვანაირად თაშუქებს. დაგვალეთ, ხალხი აღარც უყურებს იცი ტელევიზიას ბატონ ტრისტან. აღარც მოხუცებულებს აღარ უნდათ მაგის ყურება. ხან შეზუღავდა. დაღალეთ ქართველი ხალხი ამ სიშტერეები და ამითი ყველაფრით რასაც ჩვენ ტელევიზიები გადმოსცემენ რა. დაღალეთ. ერთი გასაქანი რაც მოეცა ქართველგანზე სოფლიო ჩემპიონატი ტარდება თორე საერთოდ არ ჩადავდე ტელევიზორებს. რა გინდათ, დაღალეთ ეს ერი, შეჭამეთ, დახარით ყველა. დაწყებული, შევანალიზებული და დამთავრებული დღემდე ჭამთ ამას. ქვეყანას აჭამთ. და იძახით რომ მაგრები ვართო, რა შეყავთ მაგარი? 3 პრემიერ-მინისტრი თუ 4 პრემიერ-მინისტრი ყველა კორუფციაში ამხილეთ, კაცო. როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში? და იძახით რომ ჩვენ წინ მივდივართ, წინ მიდის ყველაფერი წინ. არაფერი არ მიდის წინ. ღმერთი ამვითარებს კიდე ნელ-ნელა ამ ქვეყანას. და ღმერთის წყალობით, ადამიანობით, სიყვარულით ვითარდებით ქართველი ერი. დიდება მაღალ ღმერთს, დიდება ჩვენს საპატრიოტს, დიდება ჩვენს მამებს და მამაოებს და დედაოებს. რა არის გასაგებია? არ არსებობს ბატონს ეს ქვეყანა არ ვითარდება. არაფერი წარმოება არ გახსნინა. 13 წელიწადში რამდენი ქარხანა გაიხსნა მითხარით? 14 წელიწადი ხდება. რამდენი ქარხანა გახსენით? ეხლა პროგრამა შეცვალეს საწარმო საქართველოში თუ რაღაცა რო იყო, ხო იცი? კი. ხო იყო ეგრევე სტარტაპის დაფინანსება რაღაც. ახლა შეცვალეს. უკვე თვითონ მოიმაგრეს, ვინც იყვნენ ხელისუფლებაში, თავიანთ ნათესავების ყველაფერი გააკეთეს, თავიანთის მოიწყვეს და ეხლა ჯერ შენმა დადო ფული და მერე გაფინანსებენ. მალადეს თქვენ, ეს როგორ მოგაფიქრდათ, თო? ეს ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე, ესიც მაგარი რა, ვიღაცა რა. გონია რომ მაგარია, თო? და ისა ფასები ხო დააკელით ყველაფერს და განახევდა და ყველაფერი. 1-2 თვე ატყუეთ ქართველი ხალხი თო. თუ არ აქვს ხვენიათ რა. დაჟე იწყებენ ლაპარაკს თო პრემიერ-მინისტრი ხა პირველი ხელისუფალი ხა იმასაც ატყუებენ და ის გამოდის სიტყვებს და ხალხის წინაშე აზრს. მე გამოდის და პრემიერ-მინისტრს განცხობს ხალხი რომ მოგატყუო პრემიერ-მინისტრს. ი პარლამენტში რასაკეთებენ? თავრობის ადმინისტრაცია რასაკეთებს? რა, ვინმე შეგიქმნას რა ზედმეტი. შეგიქმნის და ამას მოწინააღმდეგე მხარე, ან ის ლიბერალისტია და ეფტეინელია, შემომტანი, ჩამოართ ყველაფერი და შენ შემოიტანე და გაუნაწილე ყველაფერს. რა მაღაზიები არ არის და ფარტები არ აქვს სახელმწიფოს. გაუკეთე დენაციონალიზაცია და შეიტანე შენი პროდუქცია ამ მაღაზიებში. ვერ გავიგე, აბა როგორ გინდათ ქვეყანა მართოთ რა. როგორ გინდათ აბა ხალხის ინტერესი დააკმაყოფილოთ. არ ვიცი ბატონო ტრისტან, მე ერთი რამე ვიცი. ამ ქვეყანაში სამართალი 13 წელიწადია, ეხლა მე 14-ია, 2012 წლის შემდეგ
არ აღდგენილა. აღდგა მარტო ამათვის. შეიყვანეს ყოფილი პორტილებული ნაცები, სოროსისტები და ყველა ოცნება გახადეთ. ვინც ოცნების მომხრე იყო, ყველა გაყარეთ ოცნებიდან რა. ყველა გაანთავისუფლეთ. ყველანაირად. თან მეორე რამე რა ხდება ბატონო ტრისტან? ვინც ბიძინა ივანიშვილის ერთგულები იყვნენ, ყველა გაყარეს დაიჭირეს და გააგდეს იქიდან. საზა, იცით რა არის ნახეთ ახლა ეს. არ ვიცი ბატონო ტრისტან. ამას არაფერი არ ეშველება. მომისმინე კაც როგორ არ ეშველება? მე კიდევ დაგიდე. ეშველება ის, რომ უნდა გამოჩნდეს ახალი ძალები. ის კი არა რომ ოცნება რო აყავლებს თავის რიგებში ვიღაცებს და ვიღაცებს. ქართულ ხალხში უნდა გამოჩნდეს ძალები, რომელიც შექმნია პარტიას, რომელიც იტყვის სიმართლეს, რომელიც ეყარება ღმერთი, რომელიც ეყარება სამშობლო და ადამიანი. მარტო ის პარტიები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს პარტიები არც ერთი არ არიან საქართველოს მოყოლული პარტიები. არც ერთი დღეს რაც არსებობენ პოლიტიკურ რუკაზე. ესენი არავინ არ არის არაფერი. ეს არის ნოლი. მატყუარები, მოსულები, თაღლითები, მარტო ფულის შოვნაზე გადასულები. მორჩა. ერთი სასტავი შოვის ფულს, ის სასტავს დაიჭერენ. მეორე სასტავი შოვი, იმ სასტავს კიდე დაიჭერენ. დააყვალეთ რა. ეს საქართველოს თქვენ მეწველი ძროხა ხო არ გონიათო. ამდენი წელიწადია წველიან. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. შევარდაძის მთავრობა, მიშას მთავრობა, ეს მთავრობა, ვინც ახართ, ეს ქართული ოცნების მთავრობა, ყველა წველის ამ ქვეყანას. ყველა შლის ნელ-ნელა, მაგრამ ვერ დაშალეს, იმიტომ რომ ღმერთი და დედა ღვთისმშობელი ამ ქვეყნის ფარველია რა. და წნარად იყავით ყველა. ეხლა მე რამე ერთხელაც გამოვა ქართულ. თან რა არის? აქაური მტრები ყავს, ვერ ამარცხებენ და იწებენ რაღაცებს, ეცებს შინაგან საქმე და სამინისტროში დაიჭირეს ის იქ იყო გადასული, ეს იყო გადასული ის ქურდულ სამყაროდან. რა გექურდება და ქურდული სამყარო? ქურდულ სამყაროდან სანამ ეხვალ ჯერ აქაური სიტუაციები მოაგვარეთ ქვეყანაში კაცო. ეს ქურდული სამყარო რა გახდა ქურდული მენტალიტეტი რა არის ეს ქურდული მენტალიტეტი ესეთი აგვიხსენით ერთი რა რომ ყველამ გავიგოთ რა კაცურ მენტალიტეტს ვინც აწვება ყველას აბრალებე ქურდულ მენტალიტეტს ეხლა მომისმენია არ გაახურეთ საქმე რა მომისმენია კაცო სხვა გადადიხარ რა უკვე სხვა თემაში გადადიხარ ყველა თემას უნდა შეეყოთ ყველა თემა ისე მომისმენია კაცო მომისმენია ჩვენ რაზეც თქვენ საუბარი მასე ვისაუბროთ ეხლა მომისმენია აქეთ ეს ფაქტია რომელი ფაქტია ჩვენ საუბრობთ ხო ამ ფაქტთან დაკავშირებით არის ძალიან სერიოზულად უნდა ხალხი გამოვიდეს ველვერება უნდა მოხდეს და რატო იმიტომ რომ აქ ვეღარ უყურებ მე ქართულ პროტესტს ვეღარ ვხედავ გაიგე ვინ უნდა გამოიყვანოს ეს ხალხი მომისმენია ვინ უნდა გამოიყვანოს გინდა გითხრა ახლა გეტყვი ვინ უნდა გამოიყვანოს ეს ხალხი გეტყვი ამ თემაზე შენაირება ჩვენაირება უნდა გამოიყვანოს ეს ხალხი გაიგე მე დავიწყოთ ხალიდან გავიდეთ უწოდოთ ისა რა ქვია უკვე სხვანაირი მიმართულებით აქვს ცხოვრების ის აღებული რა ქვია ფიქრები და ის მიმართულებები თუ ნახეთ ახლა ზუსტად იგივე ფაქტი მოხდა ერთი კვირის უკან ინდოეთში გაიგე ინდოეთში 6-7 მამაკაცმა გააუპატიურა ახალგაზრდა გოგო აი ახლა ერთი კვირის უკან დაიჭირა ხალხმა ეს ხალხი ეს ისე 6 ადამიანი დაიჭირა პოლიციაც იქ იყო პოლიცია ჩაერედა დაიჭირეს პოლიციამ ადგა და გადაცა ეს ადამიანები ხალხს ხალხს გადაცა გაიგე რატომ გადაცა ხალხს ისი ნახე კანონში კი არ უწერიათ ეს რომ ხალხს გადაცა იმიტომ რომ ამ ფაქტმა გამოიწვია საზოგადოებრივი მღელვარება პროტესტი გამოიწვია ამ ხალხმა ხალხი გამოვიდა ქუჩაში გაიგე ამასთან დაკავშირებით და იძულებული გახდა უკვე პოლიცია რომ ეს დამნაშავეები ხალხისა მიეცა გაიგე მომის დამთავრებინე აი მაშია საქმე აქ ზუსტად ეს მინდა მე ვთქვა გაიგე რომ ხომ შეუძლია იგივე გააკეთო ჩვენ როგორ უნდა გვაჭროს ინდოეთმა ბიჭო ისტორიული ერი ვართ და ერთ დაძახებაზე გამოდიოდით და წერს ვასკდებოდით გაიგე და ჩვენ სინდის და ღირსების და ოჯახური სიტყვიდების შენარჩუნების გამო თავს ვაკლავდით გაიგე და აგერ ცხვირწინ ახლა არასრულწლოვანი ქართველი ბიჭი გაგიუპატივრეს გაიგე და გვერდიაუარეთ ამას ყველაფერს ბატონო ტრისტან გამოვიდეთ ხალხი მივიდეთ მოქცევენ იმ პატიმარ არავინ არ მოქცევს ძალიან კარგად მოქცევენ თუ კი ხალხი გამოვა ქუჩაში გაიგე ვინ მოქცევს ბატონო ტრისტან კარგი რა მასიურად როგორც გამოვიდა ინდოეთის მაცხოვრებლები გარეთ ქუჩაში და მოითხოვეს გაიგე იმ გარეწრების ისა გადაცემა და იძულებული გახდა პოლიცია იძულებული გახდა ვერ გაუძლო ხალხის ზეწოლას გაიგე ვერ გაუძლო მასის ზეწოლას და ამიტომ გადაცა ეს დამნაშავეები ხალხს აქედან გამომდინარე თუ კი აქაც მოხდება იგივე
და ისე აქტიურად იქნება საზოგადოება ჩაბმული მსგავს პროტესტებში, ხო? ყველაფერი ძალიან კარგად გადავწყვეტ. ბატონო ციხეში კი არ ყავდა. ის ყავდა პოლიციას ყავდა თავის დაკავების საკანში. მოიცა, არაფერი აღაც იგივეა იყო. აღაც იგივეა. ხო, აბა ციხეს გაგიღებენ ახლა და გამოგიყვანენ პატიმრებს. ციხეში კი არა პიტა აღებ წინასა დაკავების საკანში ყავდა. ამას მე მოყვება რა მოყვება, იცი? ამას მოყვება ის რომ გამოვიდა ერთხელ ხალხი, მოახდინა მასიური პროტესტი ამასთან დაკავშირებით. მე გახდება იძულებული ხელისუფლება, რომ კიდევ უფრო მაგრად დაკეტონ ონკანი და აღარ ჩამოუშვან მსგავსი სახის მიგრანტების ჩვენს ქვეყანაში. აი სწორედ ეს არის ყველაფერი დამოკიდებული საზოგადოების. ბატონო ტრისთან, ეხლავე უნდა დაეწყო ქვეყანას ონკის დაკეტვა იმ შედეგების შემდეგ მეორე დღესვე და გაეყარა ესენი ყველანი. შენ სტუდენტიდან დაწყებული ყველა უნდა გაეყარა. ვერ მიმივხვდი ახლა მე შენ გასაგებია, გაიგებ. აუ ბატონო ტრისთან. ხალხი თუ არ გამოვიდა და ხალხმა თუ არ შეაჯანჯღალა ხელისუფლება, ის ესენი არ გააკეთებენ არაფერს. ესე იგი ეს ხელისუფლება რა არის? ბიჭო, არა ქართული ხელისუფლება ეს. რატო არ გეს დაშუაში არა ქართულობა, ბიჭო. იმას გადის ეს ყველაფერი, გაიგე ძმაო, შენ პროტესტი არა გაქვს, შენ წინააღმდეგობა არა გაქვს, გაიგე? და რასაც უნდა იმას აკეთებს, ბიჭო. ბატონო ტრისთან, ერთ რამეს გეტყვი ახლა მე რა. საქართველოს ისტორიაში იყო ბევრი მომენტები. დავით ახმაშენის დროსაც იყო რაღაცები ისეთ ხდებოდა. ხალხი კი არ გამოდიოდა, ხელისუფლება ასრულებდა და ხალხს აყურებინებდა, როგორ უნდა მოქცეულიყო და რა ერთი ხალხი იყო მაშინ ხელისუფლებასა, გაიგე? აუ ბატონო ტრისთან, დაცილებულია დღეს ხელისუფლება ხალხი ერთმანეთთან. ხალხი არის სულ სხვა სამყაროში ცხოვრობს, ილუზიებით აცხოვრებენ, ფასები დაიკლეს, ყველაფერი დღეს სანამ წამოდი უსმენდი რა, ის რო არის ბიზნეს კურიერი რო არის და რაღაცეები რა. აუ, იმიტომ იყო ახამდე ძველი ატამი რომ ცუდი ამინდები იყო. შენ რატო არ გესმის, რასაც გეუბნები? ბიჭო, ბატონო, მე ვხედავ როგორ არის ჩვენი ხალხი. ბიჭო, ხელისუფლებას მით უაკეთებს, გაიგე და რო არ გაუვიდეს, ხო? ხალხის პროტესტია საჭირო მეთქი, ამას გეუბნები რა. მე გააკეთე ბატონო, ხვალიდან ხალხის მობილიზაცია მე გვერდში გირგება. შენთან ერთად ვიდგები, დაიწყეთ. აბა ერთი ვინ გამოგივა, დაინახავ ხალხი. სადღაა ხალხი საქართველოში? დატოვეს მარტო პენსიონერები და ახალგაზრდები ის მარტო Facebook-ი, ლიბერალიზმი, ეფშტეინერი, სოდომი, გომური, აი ეს ახალგაზრდობა, რომელიც სულ ტელეფონში იყურება. სად არის ეს ახალგაზრდობა? კაცებს იჭერენ, ან ყრიან ქვეყნიდან და გარბიან, დანარჩენი ვინ დატოვეს? სად რამდენი პენსიონერი? პენსიონერი რაიც ტელეფონის ხმარა. ის და ეს რაღაცეები და უყუროს სოციალურ ქსელებს. ხალხი აღარ არის ქვეყანაში. სწორია. 1,700,000-დან 600,000 ბავშვია. იქიდან 600,000-700 პენსიონერია, ვიღა დარჩა. კარი მომისმინე. ვიდი გამომიყვანე ბატონო და ხვალე დავდგები, თუ იქიდან ფეხი მოვიცვალო რუსთაველიდან. მომისმინე. გამიწეს ხალხს. ხო, დაუშვათ ვართ 1,700,000 ქართველი, ხო? არა ყოფილი. მომისმინე, კაცო, მომისმინე. ვართ 1,700,000 ქართველი. 1,700,000-დან ავიღოთ ახლა ჩვენ სადღაც, ნუ ახლა შენ როგორ თქვენ ამბობთ, რომ ამდენი პენსიონერია, ამდენი ბავშვია, ამდენი დაჭერილია, ამდენი 50 ბავშვი და დაჭერილებს, არა, დაჭერილებს გამორიცხული. 50,000 კაცი მაინც არ არის ამ ქვეყანაში, რომელმაც უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა მსგავს იმას არასწორ ქმედებებს ამ ქვეყანაში. ნახე რა ხდება. ვინც კონსერვატორებს მოაზროვნე ძალები არიან, როგორ არიან დაცაქსული, ხედავ? ერთმანეთზე გადაგებულები. მე ვისი ბრალია ეს ყველაფერი. რა? ვისი ბრალია? ხო. ეს ყველაფერი. ვის ვაბრალებ თამარ ჩვენ? ჯერ უნდა დააბარო იმ ძალებმა რო არ ეპარკებენ ერთმანეთს კონსერვატორი ძალები. მე მეორე რომ ხელისუფლების ჩაგდებული ჩორტები უნდა გაშიფრო და გააკეთო ანალიზი. რომ იმაზე უთხრა, იმას ამაზე უთხრა, მაგრამ კონსერვატორ ძალებშიც რო არიან მოღალატები და შეთქმულებაში რო არიან მონაწილეები ხელისუფლებასთან გარიგებულები. ცუდია მე მაგას ვიძახე მე კაცო. აი მაგას ვიძახე. ადამიანის პროტესტი დღეს ამ ქვეყანაში იმიტომ არ არის, გაიგე და იმიტომ ვერავინ დაიღალა ხალხი არავითარ დაღლილი გაყიდულია ქვეყანა, გაიგე? გაყიდულია საზოგადოება არის გაყიდული, გაიგე მე თქვენ. მარტო საზოგადოება ქვეყანა. ხალხი არის გაყიდული, ფულზე არიან გადასული, ფეხებზე კეტიათ. დღეს და ხვალ რა მოხდება ამ ქვეყანაში და ვის შეუვარდება ოჯახში და ვის შეუგორდება ლოგინში, გაიგე? ეს კეტია დღეს ხალხს ფეხებზე, გაიგე? აი ყველა თითეულ რო შეეხება ეს უბედურება, აი მე მიხვდებია რა შეკვეთა. არა პროტესტი გზნობა, ბიჭო, არა აქვს, გაიგე ყურში, არა აქვს, არავითარ შემთხვევაში აღარ აინტერესებს სინისი და ნამუსი. აინტერესებს ფული. ბაბაია ფულიო, თუთაშია შეოიზახეს, კისმის ხალხი. ეს სუსტად ხევანდელობაა აღებული, გაიგე? ყველაფერი. აბა, რა? თუთაშია.
უდიდესი ფილმი, რაც გააკეთა ცხონელმა გიგალორ თქიფანიძე და ვენაცვალე მაგ ფილმის შექმნელებს და ვინც მონაწილეობა იმათი სულების განათლება ვინც წელიწადები არ არის. და მეორე, ორი ფილმი საქართველოს ისტორიაში დათა თუთაშია ყვარყვარე არის დღევანდელი თქვენი მოცემულობა ჩვენ ქვეყნის. ეხლა ამაზე ხო საერთოდ ეხლა არაფერი პროტესტი არ არსებობს ხალხის და არის ესე ძალიან ესე იგი რომ ვიტყვი ავადმყოფ მდგომარეობაში ასე ვიტყოდე. ბევრი რაღაცები ხდება ამ ქვეყანაში, გაიგე? არაფერს არ აპროტესტებენ, გასვისაშია საქმე. მიშასროს იყო და თავზე დაგვამხეს მემორიალები, ისტორიული მემორიალები და კაცი კი დიქტატორი იყო მიშა და აი ამას აკეთებდა ძალადობრივი გზებით და ხალხი ყავდა დაშინებული, გაიგე? ხალხი ყავდა იარაღის ქვეშ და ამიტომ ხალხი ვერ აპროტესტებდა. სწორედ იმ ისტორიული მემორიალები, რომელიც ინგრეოდა ამ ქვეყანაში და ანგრევდა სააკაშვილი ამას და ხალხი ვერ აპროტესტებდა, ეშინოდა ხალხს, ხო, მაგრამ ამემ დაეშენებეთ მე ძიმური ძეგლი. ამგენა გააგზავნეს. ხო, მაგას გეუბნები. ამგენა გააგზავნეს, ახლა იმ მემორიალების დანგრევა და ახლა ერთი კვირის უკან კიკვიძის ძეგლი აიღეს, გაიგე? კიკვიძის ძეგლი აიღეს, კაციშვილი არაფერს არ ამბობს და დააყენეთ გისესიქში დათოიან ლიკლიკაძის ძეგლის დადგმა. დათოიან ლიკლიკაძე ცი არის? ის ცნობ ვინა დათოიან ლიკლიკაძე? კი გამიგე, მაგრამ არ ვიცი ბოლომდე. არ იცი? არ ვიცი. ხო, აი ნახე ახლა დაგიგავენ მაგის ძეგლს ქუთაისში. აი მე ნახავ ქუთაისში? ხო, ქუთაისში, კიკვიძის ძეგლისთან ნაცვლად. ბიჭო, ნაძარაძის პარკში სადგას აგერ. ის რო არის ვეტერანთა პარკი კიკვიძის. მე მაგას წაიღებენ მან. ბიჭო, ეს დათოიან ლიკლიკაძე ვინ არის? კი გამიგია, მაგრამ მაგას გაიკითხე საზოგადოებაში და გეტყვი ვინ არის, ახლა მე გაიკითხე. არა, ვერ გავიგე რა. ეს იცი როგორ სიტუაციაა? შენ ისტორია არ უნდა გაანადგურო. ანადგურებენ, ესე მე რას ვაკეთებ? შედარებას ვაკეთებ ახლა. ისო დაიწყო სააკაშვილთან, გაიგე და მაშინ გასაგებია ხალხს ეშინოდა. მართლაც ეშინოდა, იმიტომ რომ ეშინოდა, მაგრამ პროტესტის ცნობა ქონდა, ხაზზე გამოდიოდა პასტაი. ახლა ხო აღარ არის ეს, ახლა ხო არის კლავე. ამემა სხვანაირად მოგუდეს. რაფერ მოგუდეს, ბიჭო? სხვანაირად. სხვანაირად. ტკბილის სიტყვით თაფლაყვერათი მოგუდეს ეს ხალხი. რომ ყველაფერი კარგად არის, წინ მიდის ეკონომიკა, წინ მიდის ყველაფერი. ისტორიულად ახლა კიკვიძის პარკი და კიკვიძის ძეგლი ცნობილი იყო მთელ ქუთაისში, ქუთაისში და მთელ საქართველოში, კაცო, გაიგე. თბილისში რა არის? ამის გარდა ცნობილი იყო ის მემორიალი, რომელიც სააკაშვილმა ააფეთქა და წააქცია, ხო? ის დიდი სამამულო ომის მემორიალი, გაიგე. ამის გარდა კიდევ სხვა დანარჩენი მემორიალებიც ცნობილი იყო და ყველა მათ იდეოლოგიაზე ვიზრდებოდით და ქართულად და ეროვნულად იყო ყველაფერი, როგორც წესი არის ეს. ბიჭო, ისტორია იყო ეს ჩვენი ქვეყნის. რა მიჩვენება კიკვიძე იქნებოდა თუ ვასილ ჩაპაევი თუ ის იქნებოდა შენი ქვეყნის ისტორია ეს. მიიყანეს ამწეკრანი ჩააბეს და აიღეს კიკვიძის ძეგლი. ესო კაცო საბჭოთა გადმონაშთი არისო ესო. აბა რას გეუბნები ეფთენიულ საზოგადოებაა მეთქი ეს ხელისუფლებას, აბა რას გეუბნები? სოდო კომუნისტები არიან ესენიც იგივე. ამ ქუთაისში და ამ ისტორიულ ქუთაისში და ერთი-ორი ადამიანი მაინც არ გამოჩნდით, კაცო, რომ გამოსულიყავით და რაღაც განცხადების სახით მაინც გაგეკეთებიათ და პროტესტი მაინც გამოგეთ, ხო? ამაზე რა მე საუბარი რომ საზოგადოებრივი პროტესტი აღარ არსებობს საქართველოში. ყველაფერი ჩაკლეს. ჩამგარი. აქ არის ორი შტო. ერთი ქართულოთა მისი მხარდამჭერები, მეორე ეს ნაციონალური მოძრაობა და მისი განაყოფები და ყველაფერი და ერთმანეთში დებატ და ხარს აშტერებენ. როგორ ლაპარაკობენ, როგორ ლანძღავენ, თან რა ეს კანონების როგორ მიიღეს, სოციალურში როგორ შეიძლება გაანაწყვეტა, უნდა დააჯარება 5000, 6000, 4000, 3000. ამ დროს შენ გაყენებს ხელისუფლება და ოპოზიცია შეურაცხყოფას, ქართულ მოსახლეობას და შენ არაფერს არ იღებ. პირიქით, შენ გაჯარიმები შეურაცხყოფისთვის. რა შეურაცხყოფა რა? რა არის შეურაცხყოფა რა? აგენტს რო აგენტი უწოდოდა. იმას კიდე ნიფხავ ჩახტილი ხალხო, ნიფხავ ჩახტილი და რაც ეკუთვნის ისეთები უწოდო, მაგისთვის უნდა დამაჯარიმო? იმიტომ რომ თვითონ აწყობთ, თვითონ იკეთებთ, თვითონ იქნიან კომფორტს. არასწორ კომფორტს იქნით. ეს არასწორ კომფორტი უცებ მოკვდება საქართველოში, დაედება კრესტი დამიჯერეთ მე. ეხლა მომისმინე აქეთ. აი კიდევ აი ამ თემას ვეხები და კიდევ აი საზოგადოებრივი პროტესტს ვეხები. რამდენი ხანია გამოდივართ და ვამბობთ რომ არაბიზაციას. ამას ხო ვიძახით, ან გამოდიან კონსერვატორები ამბობენ არაბიზაციას და ეხლა აქციებს იწყებენ, ხო? აი შევხედოთ ახლა ჩვენ ერთი ამ აქციებზე ეს არაბიზაცია იმას კი არ ნიშნავს რომ მხოლოდ ეს ლოზუნგად იქცეს, გაიგე? ხო ვიცით რას მოუტანს ეს საქართველოს, ხო? ჩვენ ხო ხედავთ უკვე ჯერ
მათ ფეხი არ მოუკიდებიათ ამ ქვეყანაში და რას ჩადიან და რას აკეთებენ და როდესაც ახლა არაბული ქალაქების შეცვლილება დაიწყება ჩვენ ქვეყანაში ხო და როდესაც უკვე ისინი ფეხს მოიკიდებიან ამ ქვეყანაში მე რა მოხდება ზაზა თან როგორ ამართებენ ბატონო ტრისტან რა აი გაყრიან ნაცარს 6 მილიარდ 200 მილიონი ეს ქვეყნის ეკონომიკის ეს ქვეყნის წისulis შენ არ გინდა ქვეყანა და იმათი მომხრეები ამ ქართული ოცნებიდან გინდა პარლამენტში გინდა საკრებულოებში გამოდიან და რაღაც სისულელებს გველაპარაკებენ რა 6 მილიარდი 6 მილიარდზე მეც არა ჭამთ ყველანი 6 მილიარდზე მეც არა ჭამს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურა უშიშროება ფინანსთა სამინისტრო ყველა სახელმწიფო სტრუქტურა რამდენ მილიარდებს აჭამთ გამარი მარტო ხალხმა კი არ უნდა შემოიჭიროს, თქვენც უნდა შემოიჭიროს პარლამენტმა, მთავრობამაც. რეებს აკეთებთ, რეებს აშენებთ და რეებს აკეთებთ. მიშას დროინდელიდან დაწყებულითო. რამდენი ქონებები გაუправეთ მიშას ხელისუფლებას. თქვენ რამდენს იправებთ ეხლა? კარგით რა დავიღალეთ რა ქართველი ხალხი რა მართლა დაღალეთ ეს ხალხი რა. რა გინდათ რა პირდაპირ ვენდეტაზე გადმოვიდეს ყველანი? მოვა მაგ წერტილიც ღმერთი დაუსავს ამას თქვენ პარპაშად წერტილსაც რა და მარტო ერთი რამე ისმის ტელევიზიებში ყველაფერში ყოფილა ბიზნეს იონში დამნაშავეთო კაცი არც ქვეყნის ხელისუფლება არა ერთი ეს არის მართველი ეს ეუნება ყველაფერს შუშის სასახლიდან თურმე რა ყოველ დღე უწეს თურმე ბიზნეს მეტი საქმე კი არა ბიზნეს ივანიშვილს ყოველ დღე გიწეროთ თქვენი ისა რა თავრობას და ოპოზიციას რა ნარატივით უნდა მიდიოდეთ რა არა და ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ეხლა თუ არსებობს საქართველოში ვინმე არც პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრემიერები არავინ არც მინისტრები ყველა ცუდ მდგომარეობაში ყავთ ბიზნესში ჩაყენებული თო ყველაფერი დააბრალეს ბიზნესში იმიშვილებს ხო აბრალებენ ეხლა კიდე ყველაფერს ბიზნესმენშვილი აღარ ეყოთ ეხლა შვილები და ოჯახით ჩართეს თლიანად გარიგებაში კორუფციულში ყველაფერში რა შენდება გასაგებია ახლა თუ არ მეწოდებოდეს ბიზნესმენი უნდა მოსულიყო ის ბიჭი შვილის თო ეკითხებიან ემსხრობი მაგას რას ეკითხები და ვაფშე უწესერესი ბიჭი ჩანს თო როგორი ლამაზი პასუხი გასაგებია გასაგებია ბატონო ზაზა თქვენ მას ვენაცვალე მესმის ბატონო ზაზა გასაგებია ჩვენ დრო ამოიწურა ბატონო ზაზა ჩვენ უკვე ჩვენი ისა ფორმატი არ გავალეს საშუალებას მაგრამ მე ისე გადაცემის ბოლოსაც მინდა საზოგადოებას შევახსენო თუ პროტესტის ისა არ ავადგინეთ ჩვენს შინაგანად და შინაგანი პროტესტი არ იქნა ჩვენში გაღვიძებული ხო ჩვენ მეტი დაგვემართება კი დამიჯერეთ მეტი დაგვემართება ამიტომ ყველა მიცოდეთ რომ თქვენ გააქვთ იმის შანსი იმის ძალა იმის უფლება რომ ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით გამოხვიდოთ და გავაპროტესტოთ ყველაფერი ის ანტისახელმწიფოებრივი ანტიქართული და ის ანტიეროვნული რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება ამიტომ ყველას მოგიწოდეთ რომ ყოველთვის ვიყოთ იმისთვის მობილიზებული რომ ჩვენ ქვეყანას ამ მიმართებაში ვიყოთ მუდმივად სამშობლოს სადარაჯოზე სამშობლოს სადარაჯო ემს იმას ნიშნავს რომ მსგავსი დაანშაულებები რომელიც მოხდება ჩვენ ქვეყანაში უნდა გავაპროტესტოს გასაგებია ხელისუფლება გააკეთებს თავისას კანონი გააკეთებს თავისას იქ დააპატიმრებენ თუ დაადეპორტებენ თუ რა ვიცი კვარში გადააყრიან და საჯანდაბაში გაუშვებენ მაგი არ ვიცი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი რაღაცა რომ უნდა ვაგზავნოთ არათუ მარტო ხელისუფლებას არამედ ყველა იმ ქვეყნებს რომლებიც ესე შემოსეული არის გიენებივით ჩვენ ქვეყანას რომ არსებობს საქართველოში ძალა ხალხი და ეს პროტესტის მუხტი რომელიც პროტესტის მუხტის საფუძველს შეგვიძლია ყოველთვის უკუაქციოთ ნებისმიერი საფრთხე რომელიც მოდის ჩვენ ქვეყნის წინააღმდეგ კარგად ვზარდებოდეთ თვითფასო ტელემაკრებულო მადლობთ რომ გიყურეთ მომავალ შეხვედრამდე